الرحمن الرحيم السلام عليكم მოგესალმებით ჩვენ ვიყოფებით მექაში ქაბ მუაზამის პირისპირ პირველ რიგში უზენაეს ალლაჰ თაალას მადლობა ალჰამდულილlah იმისთვის რომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი ანუ ნასიბი გაგვიხდა ყისმეთი უზენაეს ალლაჰმა მიიღოს შესრულებული ყველა ღვთისმსახურება და გვაპატიოს წარსულში ჩადენილი ყველა შეცდომები. უზენაესმა ალლაჰმა ყველა მორწმუნეებს მისცეს საშუალება იმისა, რომ ერთხელ სიცოცხლეში ერთხელ აქ მაინც მოხდეს. ჩვენ როდესაც სწავლობდით მაგალითად უმრას შესასრულებლად როგორ უნდა გეკეთებია ჰაჯობაზე ან ზოგადად ასეთ წმინდა ადგილების შესახებ რაც არ უნდა გვესწავლა, მაგრამ როდესაც რომ თვალით ჩამოვედით და ვინახეთ სულ სხვა რამ დახვდა. აი რომ იტყვიან თუ ადამიანმა არ გამოცადა, არ დაინახა და არ შეიგრძნო, ამას ვერ მიხდება, ვერ იგრძნობს. აი ზუსტად მასეთ სიტუაციაში ვარ. რაც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც ვერ ავხდეთ. იმიტომ რომ აქ სულ სხვანაირი ატმოსფერო არის ძვირფას უმორწმუნეებო. ალლაჰმა ყველას ნასიბი გაუხადოს აქ ჩამოსვლა მართლაც. წარმოიდგინეთ რა გვერი შეგრძნება არის, როცა რომ იმ ადგილებზე მიდიხარ და იმ ადგილებზე დადიხარ, სადაც რომ მუჰამედ სამყაროს სწავლულად წოდებული ძვირფასი მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი ამ ადგილებზე იარებოდა ძვირფას უმორწმუნეებო, მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, საჰაბეები რადიალლაჰუ ანჰუმ ალლაჰ იყოს ყველასგან ყვაყოფილი. წარმოიდგინეთ რომ ასეთ ადგილას, როდესაც ჩამოდიხართ და თქვენს იგივეს გაივლით, წარმოიდგინეთ რომ სულ სხვა ატმოსფერო არის, სხვა სულიერება. ამიტომ რაც არ უნდა ვთქვათ, სიტყვები ძალიან ზედმეტი არის. კიდევ ერთხელ ალლაჰმა ყველა მორწმუნეებს ვაპატიოს ჩადენილი შეცდომები ძალიან ბევრია, ამხანაგები მეგობრები გვეუბნებიან დუის გაკეთებას. უზენაესმა ალლაჰმა რა ხაირიანი დუები, მედრებები აქვთ. უზენაესმა ალლაჰმა ყაბული გაუხადოთ ყველა იმ პიროვნებებს. ალლაჰმა ყველანაირი დერდიდან, პრობლემებიდან თავის დაღწევა ნასიბი გაუხადოს. უზენაესმა ალლაჰმა მის კმაყოფილებულ გზიდან არ აგვაშოროს და ისეთ ადგილებზე არ დაგვაყენოს, რომელზეც რომ ალლაჰი კმაყოფილი არ იქნება. ეს არის ჩვენი ჰაფიზი. ამით გეშურებით, კარგად სამდებოდეთ.